მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. ყველა ჩემს გამომწერს მივესალმები, სტუმრებო, გამოიწერეთ არხი. რომ რეზონირდეს, ოღონდ ისი არა, რომ გამოიწეროთ, მერე გაეწეროთ, ასე ანგელოზებს ატყუებთ, ასე უფალს ატყუებთ და ხო იცით, მაღალი ძალები ამას არ გაპატიებენ. ძალიან ბევრი ნახვებია, ეს ჩემი მეორე არხია, მე მაქვს პირველი არხი სტუმრებო, სადაც არის ძალიან ბევრი რიტუალები და გაშლები, თეთრი მაგია ხდება, რომ გამოისწოროთ ცხოვრება. ლინკს დავტოვებ ამ გაშლის ქვემოთ, კომენტარში და გადახვალთ დააჭერთ პირდაპირ იმ ლინკს და ეგრევე გაგიხსნით და გამოიწერთ არხს. დააჭერთ შავს ზარს რომ გაშავდეს, რომ ინფორმაციები მოგივიდეთ. ტარო ნინიასგან. მოკლედ, დღეს გვექნება ესეთი თემა. ცოტა ეს გავასწორო არ გადმოვარდდეს. რა კარები გაიღება შენთვის, აი ხა ვინც მიყურებ და ახლო მომავალსაც ვნახავთ. აბა დავიწყოთ რა კარები გაიღება. ნუ, გადმოვარდა და დავტოვებ, კი ბატონო. არ ვაწყენინებ. მე როგორც ვხედავ ახლა, მე ვინც მიყურებ, აი ერთი ხო. აქ არის ოჯახური სიტუაცია, აქ არის შეიძლება შვილები, შვილიშვილები, მერე იყო პრობლემა შექმნილი, იყო მაგიით ჩაკეტილი გადაკეტვა ეს ოჯახური სიტუაციის, ან თქვენ ხართ რომ ეს ახლობლებთან, სისხლით ნათესავებთან, ოჯახურ სიტუაციასთან ხო, ფინანსებთან დაკავშირებული პრობლემები, აი ეს ყველაფერი პიროვნებასთან, მეფეხმლებთან, აი ეს მოკლედ ჭიდაობა იყო, ან ეს კაცი გეჭიდავებოდათ, ან თქვენ შორის იყო რაღაცა შუღლი, მოკლედ აქ არ არის კარგი სიტუაციები, რა კარებსაც ვერ აღებდით, ფინანსები, ურთიერთობა, ოჯახური სიტუაცია, თქვენი ჯანმრთელობა, აქ გულსისხლ ძარღვთა პრობლემებსაც მიჩვენებენ, შეიძლება სიღატაკემდეც იყავით ერთი პერიოდი მისული, პირველი ხაზი ესე მეუბნებიან და იყო ძალიან დიდი ბრძოლა არაკეთილი მოსურნე ხალხისგან და თქვენც რა თქმა უნდა ასე ჩანს რომ დღემდე მიმდინარეობს ერთმანეთთან ბრძოლა. მოკლედ ფიქსირდება მამაკაცი, ფიქსირდება ქალბატონი, რომელს შორისაც ესე იგი არის დავა, შეიძლება დღესდღეობითაც, რომელიც უფულობაზე, სიღატაკეზე, სიღარიბეზეა აქ დადებული, წყევლებია, მახრჩობენ ისე ვერ ლაპარაკობ აი ნამდვილად და ყველაფერია ეს კარები ამ თემაზე იყო ჩაკეტილი და არის დღესდღეობითაც ჩაკეტილი, მაგრამ უყურეთ, სამყარო გეუბნებათ, გიგზავნით ზემოდან, ესე იგი თქვენ მერე ეხლა ახლოს, ანუ ერთად აღარ ხართ, განმარტოვებულები ხართ და მანდილოსნებო ქალბატონი დაგეხმარებათ, მამაკაცებო თქვენც ქალბატონი დაგეხმარებათ. ანუ ნამდვილად ნახეთ როგორი ნეგატივია, ნუ გეშინიათ, ან თქვენ თვითონ განმარტოვდით უკვე და მიხვდებით გამოიტანთ ანალიზს, აი რა კარები გაიღება სამყაროსგან, რომ მიხვდებით, ვის უნდა ენდოთ, რას უნდა ენდოთ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ და გამოდიხართ აი ამ ჩაჭედილი სიტუაციიდან, იმიტომ რომ აქ კრადნიკებია გაკეთებული, აქ წმენდები გესაჭიროებათ სასწრაფოდ, თქვენი თითქოს უნდოდათ რომ თქვენივე თითქოს აი ეს
პატკლადებს რო ეძახიან, რომ გიგდებენ რაღაცას კარის ზღურბლზე, სახლში, შეიძლება პატარა თმა, რაღაცა ნებისმიერი ნემსიც ხო, ან გარეთ გისმევენ კარებზე რაღაცას ხო, აი უნდათ რომ გაგაძევონ აი ამ სახლიდან, გაგაძევონ, ვისაც მიწები გაქვს, მიწებსაც მეუნებიან, რომ აი თქვენ ხელში ჩაიგდონ. ეს შეიძლება მეზობლებიც იყოს, არ გამოვრიცხავ, ან ადამიანები, რომლებიც იციან საცხოვრობთ და მოდიან აი ესეთ რაღაც ცუდ რაღაცას აკეთებენ და მიდიან. მოკლედ უნდათ რომ ყველანაირად შეიძლება მამაკაცის სქესი გეხმარებოდათ ან შვილი ან მამაკაცი რა აი ამ ფინანსურ პრობლემებს გილაგებდათ ასე ვთქვათ გვერდში გედგათ და აი ესეც ის მამაკაცი ისე ჩაკეტეს რომ აი რაც არ უნდა დაიწყოს გადადგას პატარა ნაბიჯი შეიძლება ერთი თვე გამოვიდეს მერე ისევ უკანა ესე წრიული სიტუაცია ამოდის კარგით. აბა რა კარები გაიღება კიდე. ნუ ფორტუნა ჩემოკარგებო, ახალი გზები, გადაადგილება, გამარჯვება, ახალი რაღაცის დაბადება, ასევე ტუს პენტაკლი ნახეთ რამხელა შესაძლებლობები გაქვთ ნახეთ ამ ხაზის მერე როგორ კარგად განვითარდება თქვენი ცხოვრება ძალიან კარგი შეიძლება მართლა ორსულობა იყოს ან არ ორსულდებოდით და ამაზეც პრობლემა გქონდათ შეიძლება ექიმები გეუბნებოდნენ არაფერი გჭირს მაგრამ ორსულად ვერ ორსულდებოდი მე მაქვს ეგ რიტუალი ჩემს პირველ არხზე გადადით და უყურეთ რომ განწმენდაში დაგეხმარებათ ორსულებისთვის, რომ დაორსულდეთ. მოკლედ თქვენი ფორტუნა, ნახეთ, რამოდენიმე პლანეტისგან შედგება და ისედაც ფორტუნაზე ვამბობ და უკვე გამოგიჩნდებათ, ესე იგი, ის თქვენი ფორტუნა წართმეული რო გქონდათ, გიბრუნდებათ, ახალ ნაბიჯებს გადადგავთ, ეს წინააღმდეგობები, ეს კლდეები ნამდვილად უკვე წინ დგავთ ნაბიჯებს, ძალიან ბევრი ნაბიჯი უკვე გადმოდგით, ზოგიერთებმა ცა უკვე მოგეწმინდათ, ესე იგი ზეცაც კი გეხმარებათ, ფორტუნა ისევ დაიბრუნეთ, ამაზე მე მეუბნებიან რომ ბევრ თქვენგანს ბევრი მუშაობა დაგჭირდათ, მაგრამ თუ არა გაქვთ ჯერ წმენდები გაკეთებული, უნდა დაგჭირდებათ და სამყარო გეუბნებათ რომ აი ეს ტუს პენტაკლი, ეს ახალი სახლი უყურეთ ზუსტად რომ გაძევებდნენ სახლიდან. აი უყურეთ აქეთ მტრებს გამოაგდებენ მტრებს და ახალ სიტუაციაში შედიხართ, შეიძლება გამგზავრება, შეიძლება ისევ შორიდან ისევ ბიჭს მიჩვენებენ, მაგრამ აქ შეიძლება გოგოც იყოს მანდილოსანიც ბიჭის ენერგიებში. მოკლედ ან თქვენი შვილი ისევ, ან თქვენი ნათესავი, ან თქვენი სისხლით ნათესავებზეა საუბარი, ისევ ოჯახური სიტუაცია დაფიქსირდა, ან შვილობილი, აი ახალი საქმე, რაც რამოდენიმეჯერ დაიწყე და აქ არ გამოგდიოდათ, ხო? არა, ეხა უყურეთ, რომ განმარტოვდებით და თქვენი სადაც მარტო ძირითადად განმარტოვება თქვენთვის კარგია, ესე მეუბნებიან, რატომღაც უფრო არის მარტოობა, არის განმარტოვება ეს ბევრს ეშლება გოგოებო ბიჭებო და მოკლედ გადიხართ გზები გეხსნებათ ახალ გასაღებებს გაძლევთ სამყარო 4 გზა 4 გასაღები ესე იგი უკვე საზღვარგარეთ წასვლა ვიზის დაგეგმა ბილეთის დაგეგმა დაჯავშნა რაღაცა შორის სიტუაციები მანძილები მოგზაურობა თუნდაც გიყვარდათ და ჩაკეტილი გქონდათ ხო ფინანსების გამო ეხა ეს ყველაფერი უკან გიბრუნდებათ უკან და მტერს რა თქმა უნდა ეს ხუთიანი ხმლები ხო თვითონ შეერჭობა აბა კიდე რა კარებს საღებს სამყარო თქვენთვის ვნახოთ აბა ნუ აქ მაგია იყო გზების ჩაკეტვა იყო ანუ პუსტაში რო წაგივიდეთ პუსტაში იცნობთ ამ ადამიანებს ვინც ჩაგიკეტათ იმიტომ რომ მასკებს იცვლიან თქვენთან და ყველასთან
ოჯახთან ესეთი პიროვნებები არიან. შეიძლება ერთი პიროვნება, იმიტომ რომ ისევ მამაკაცი დაფიქსირდა აქ მტერი, მიხვდით ხო? და ყველაფერი, ესე იგი, ბალანსში მოვა, სიზუსტეს იპოვით, აიწონას აღარ ითამაშებთ და უკვე თქვენ იცით, ვინც არის ეს პიროვნება, იცით, ძალიან კარგად იცით, თუ არა და 100% გეუბნებით ამ გაშლას რო უყურებთ, აი ამ გაშლის მერე მტერი გამოჩნდება, შეიძლება უკვე გაშლის დროსაც, იმიტომ რომ გამოიჩენს თავს. აქ გამარჯვება გელოდებათ, აქ ხო ჩაგიკეტეს გზები, აქ კიდე გამარჯვება გელოდებათ, აუცილებლად, წეღანა ვთქვი, მაღალ კაზიონი დომს რო ეძახიან, ან სამსჯავრო, ან ესეთი იუსტიცია, ან რაღაცა სახლის ყიდვა ხო ხდებით, არა, მოიწონებენ თქვენ აზრს, ან სადმე მაღალ ინსტანციურ სიტუაციებში მუშაობთ, ადგილებში მუშაობთ, ან თქვენი ქმრები, თქვენი შვილები ხო მოისმენენ და დააწინაურებენ კიდეც გზახსნილია. აქ კიდე ესე იგი რა კარები გაიღება და ვინც იმალებოდა უკვე აქ ფარული მტერია, ვინც გზა ჩაგიკეტათ და აქ რომ მასკებს იკეთებ და უკვე თვითონ ესე იგი ან ინფორმაციით მოვა სოციუმზე მოგწერთ მესიჯს, ან ესეთი თემა იქნება. ეს ბიჭი არის სადღაც 30 წლამდე, მეტი არ იქნება, 32 წლამდე შეიძლება 16 წლიდან. აი ეს პიროვნება არის თქვენი მტერი, რო იცოდეთ, შეიძლება თქვენ მამაკაცზეა გაკეთებული რაღაცა პორჩა, შეიძლება კი არა, ნამდვილად ასია, იმიტომ რომ იმ საფეხურზე ავიდა, რაც თქვენ გეკუთვნოდათ, იმიტომ რომ გზები ჩაგიკეტათ, მაგრამ ეხლა უკვე ბუმერანგი რომ წაუვიდა, დასაჯა სამყარომ ხო, შეშინებული დგას, მაგრამ მაინც არ განებებთ თავს, მაინც კონტროლში ყავხართ, უყურეთ, ამოხერს, კარგი. აბა კიდე რა კარები გაგეღებათ, მეოთხე სვეტი. გამოდიხართ, ცხრიანი ხმლები არ არის, ეხლა ძალიან კი არა და ძალიან ცუდი კარტია. გამოდიხართ აი ამ ჩაკეტილი სიტუაციიდან, გალია გეღებათ ეს წყევლები, ეს არის ავადმყოფური ლოგინი, ასე ვთქვათ, რომ სულ ავადმყოფო, სულ სახში ჩაიკეტო, იზოლაციაში იყო და ვერ გამოხვიდე იმის გამო, რომ ცუდად ხარ და გარეთ სიარულს ვერ შეძლებ. ეს სპეციალურად აი გზების ჩაკეტვა, 6-იანი ხმლები, 9-იანი ხმლები. რა კარები გაიღება და თქვენი მტრები ძალიან დაისჯებიან, აქ უკვე მაღალი, ესე იგი, ზეძალების საშიში დასჯა ელოდება მაღალი ძალებისგან, უკვე აი ჩემ ხელში, აი აქ თქვენ თვალწინ, ვინც უყურებთ. და აქ რა არის, იცი, აი აქ გამარჯვებას მოიპოვებ, ეს რა არის, როგორც აი მნათობი, ხო, სამიანი კვერთხები, გაიგებ უკვე ახალ ნაბიჯებს გადადგავ, რომ საით უნდა წახვიდე, რომელი კარები უნდა შეაღო და აი ზუსტადაც ნახეთ, ესე იგი, ფულიც მოვა, საჩუქარიც მოვა და ყველა კარები, მაინც გადიხართ გამარჯვებაში, სხვანაირად არც მოხდებოდა და აი ეს მტრები ძალიან დაისჯებიან, უკვე ისჯებიან, მაგრამ მაინც ხო ხდება ეს, მაინც ვცდი, აბა, მაინც ესე გაუკეთებ, ისე გაუკეთებ, ინტერნეტში ხა ყველაფერი არის, TikTok-ში, Facebook-ზე, ასე შემდეგ, ხო? და ეს თვითონვე იფუჭებენ თავის კარმას და თვითონვე იკეტავენ ამ კარებებს და თქვენ, ჩემო კარგო, ხო, ასევე მეც თქვენთან ერთად გამარჯვებაში შევდივართ, უკვე ძალიან ბევრი გაქვთ გავლილი წვალება. აი მოდი, აი უნდა მეთქვა დარიგება ეს სურპრიზივით და ამას დავტოვებ, ეხლა რატო იცით? მე მინდა ეხლა მეორე ხაზი ავიღო აქ და აი ესეც ეს რა კარები გაიღება და ახლო მომავალი. აბა ვნახოთ ახლო მომავალი. ნუ ბიჭებო, ესე იგი,
ვალეტს რო ეძახიან, რიც არის კვერთხები, კაროლი არ არის, მეფე არ არის, გზების გახსნა, გამარჯვება, ან თქვენი შვილი გაიმარჯვებს, ან თქვენ შვილზე არის რაღაცა თემა, ოჯახური სიტუაცია, აქაც ხო ვთქვი, ოჯახური სიტუაცია არის, რომელსაც შეიძლება დიდი ხანი ერთად არ ახართ და არ გინახიათ, ან გზები იყო ჩაკეტილი, ან ხა 4-იანი თასები ცოტა ცრემლის თასებია, დარდის, რომ დიდხანს იჯდე და ელოდო, შეიძლება ერთმანეთს ელოდებით, შეიძლება შვილიშვილს ელოდებით, მიხვდით ხო? და აი ოჯახური სიტუაცია, 10-იანი თასები, გამთლიანება, გამრავლება, ახალი მეგობრების შეძენა, ოჯახში ისეთი მეგობრები, ახალი ხალხი შემოვა, რომლებიც ნამდვილად არ გიღალატებენ. ძალიან ჩქარა ხდება ეს ყველაფერი, ძალიან ჩქარა ახლო მომავალში. აბა კიდე რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში? ნუ 2-იანი თასები, სიყვარული, გაცნობა, შეიძლება ახალი ნაცნობობა, დიდი ძალა, ეს პიროვნება ძალას შემოგმატებთ, ან თქვენი შვილები, მაგრამ აქ სიყვარულს მეუბნებიან, ნახეთ, აქაც წყვილი, დიდი ძალა, აქაც ოჯახის გამთლიანება, მოკლედ აი სიყვარული, გაბედნიერება, აქაც დაორსულება, არ გამოვრიცხავ, შეიძლება ის აი როგორ იცით, აი დაუგეგმავად მოხდეს ეს ყველაფერი, ჩქარა მოხდება ეს ყველაფერი, ჩქარა, იმიტომ რომ თქვენ უკვე სამყარო ამბობს, რომ ძალიან დიდი ხანი ელოდებოდით ან ერთმანეთს, ან ამ სიტუაციას, რაც აღნიშნე, აი აქ, ნუ ოჯახი, ჰარმონია, გახარება, დიდხნიანი ბედნიერება, რომ ვერანაირი შავი ძალები ვეღარ დაგაშორებენ, ვინც ეცდება, ხო, აი ეს იმხელა ძალას, ეს თვითონ შეიძლება ანგელოზიც არის, იმ ხარის რქებით, ესე იგი გიცავთ ტოტამური ცხოველი, ეს ანგელოზების ცხოველი, ზეციური ცხოველებია. ნახეთ რამხელა როგორი ძალა გიცავთ, ესე იგი ვეღარავინ ვეღარ შეეხება და კიდე ერთი ხაზი ახლო მომავალი. უყურეთ, მთვარე გასაიდუმლოებული იყო, ის რაც დამალული იყო და თქვენ იმედგაცრუებები გქონდათ, ტირილი გქონდათ, გულის ტკენები გქონდათ, განადგურება, დაცემა, აი რო გწყევლიან, რო აი დაწექი და ვეღარ ადექი, ხო? ან მამაკაცთან ურთიერთობაში ეს მამაკაცი იყო გამქრალი, ხო? ეხა გამოჩდება ეს მამაკაცი და შეიძლება აქ საერთოდ აქ უბრალო ადამიანური ამხანაგური ურთიერთობა იყო და ესეც ჩაკეტილი იყო. აი ეს ნამდვილად გაიხსნება. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ აქ, აბა რა საიდუმლო და რა საჩუქარია სამყაროსთაგან. ნუ 3-იანი მონეტები, პენტაკლი ჩემო ხო ვთქვი, ფული შემოვა იქედან, საიდანაც არ ელოდები, იხსნება შემოსასვლელი გზები, არხები, ეს ჩაკეტვები, კლიენტები თუ გინდოდათ, აღარ ყავდათ ვინც დაგთარსათ იმ ხალხის გამო, შემოვა ეს კლიენტები დაგინახავთ, ისევ გაიგებს თქვენთან, ისევ მოუნდებათ, რომ ან თქვენ გაწმინდოთ, ან თქვენ გაუკეთოთ რაღაცა, მიხვდით ხო, ან თქვენთან მოვიდეს უბრალოდ სტუმარი და ყავა დალიოს. ფინანსები, აი თავიდან იქნება ეს ყველაფერი. ეხლა აბა ვნახოთ აქ და ნახეთ რა, აი ეს რო გადავდეთ წეღან, რა საიდუმლო გაიხსნება და რითი გაჯილდოვებთ. ანუ დარიგებასავით, იცით, ანგელოზი თქვენთან არის, თქვენ შვილებს იცავენ, თქვენს ოჯახებს იცავენ, თქვენ შვილიშვილებს იცავენ, ნახეთ და ბოლო კარტები რა მოვიდა, ესე იგი ძალიან ძლიერი ფულზეც ვინც იწმინდავთ ჩემგან, დაცვები გაქვთ, უკვე გამყარებული გაქვთ, ვინც არა და დაიწყეთ, გადადით ლინკს დავტოვებ და უფალი გეუბნებათ, რომ ნუ გეშინია, მარტო არ ახარ და ჩვენ გიცავთ, მაგრამ უფალი რას ამბობს, უფალო მიშველეო და უფალმა თქვა, ზევიდან გიყურებ, მეტი რა გიქნა, ხელი გაანძრიე და გეშველებაო, მიხვდით ხო, ეგ სიტუაცია. ძალიან გამეხარდა, დარჩით ახლა ცოტა ხანი ავკრიფო, რომ ეს ნიშნავს იგივე ამინს თქვენგან, ამინს, რომ შესრულდეს და ბუმერანგი უკან წაოვა მტერს, რაც მან მოისურვა ჩემთვის და თქვენთვის. ძალიან კარგი, მოხარული ვარ, რომ
აი, ანგელოზი მიეკრა, აი ესე გინდა გაგაცილოთ, ანგელოჩკით, აი ესე ლამაზად და დალოცულები და გახარებულები ყოფილიყავით. არ გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. თქვენთან იყო ნინია.